Სახითა მამისათა და დისთა სულისათა გილოცავთ დღესასწაულს ამ ტაძრის დღესასწაულს და შვეთა ქრისტიანობის დღესასწაულს ხსენებას მოციქულისა და სამუდამო პირველ მოწამისა სტეფანეს არქიდიაკონისა რომელიც იყო დიაკონის ხელდასხმული, მაგრამ განათლებით არ ჩამოცებოდა მოციქულებს და არა მარტო განათლებთ. წმინდა წერილი ზედმიწევნით იცოდა, წმინდა წერილი ზედმიწევნით წიგნობრებად იცოდნენ, ფარისევნად იცოდნენ. არა საკმარისი იცოდა წმინდა წერილი. ღვთის მადლით უნდა გაიგო წერილი და არა ადამიანის გონებრივი წარმოდგენებით და სურვილით. ამიტომ როდესაც სტეფანე ფარისევლს და წიგნობრებს ესაუბრებოდა წმინდა წერილზე, ის ამბობდა ღვთის მადლით და განუმარტავდა წერილს. და იმათ არ შეძლოთ ამის მიღება, იმიტომ რომ უმადლოვნი იყვნენ და ეწინააღმდეგებოდნენ. და რადგან ვერაფრით ვერ მოიგეს ეს პოლემიკა, ვერ განრისხდნენ, გამწარდნენ და თქვენ შენ ხარ პალებელი, შენ რაღაცას იგონებს, არასწორია და საერთოდ ღვთის გმობა დააბრალეს ღვთისათნო ადამიანს. ესე გაუკუღმართება სოფლისა ხდება ამ პარტავნების გამო. გონიათ რომ იციან, ამდენს არ ისმით. დაკითხული აქვთ, გაგონილი აქვთ, მაგრამ არ ისმით. არც ისაც წაიკითხეს, არც გაიგონეს და არც მადლი აქვთ და ნიჭი ღვთისა მოცემული ქადაგებისა. და სტეფანეს ეს ღვთის მადლით არა მარტო გაგება წერილისა, ამით ნიჭი ქადაგებისა ჰქონდა. რომ წერილიდან რომელი სიტყვა მოიყვანო რა შემთხვევაში, რომ შესაბამებოდეს სიმართლეს, რადგან ის მიმართავდა ებრაელ ერს, ამიტომ გაახსენა საღვთო ისტორია. მთელი ერის, მათ უნდა სწოდნოდა და მიცოდნენ კიდევაც. და სანამ ყვებოდა დატყებული დასაბამიდან და აბრაამიდან და მოსედან, მანამდე ისმენდნენ. როგორც კი მოიყვანა ისინი აი ამ შინაარსობრივად ქრისტემდე, მაშინ გამწარდნენ. ეს ასიშავს ქრისტეს მიღება არ უნდათ. და ქრისტეს მიერ გაგება წერილს არ უნდათ. და ასე არის დღეს სოფლიოში. ბევრი დადის ახალება ხელში უკავია ქადაგებს, მაგრამ რას ქადაგებს? რამდენი წალებლობა არის? და დღეს კი არა. პირველ საუკუნიდან უკვე არის ესეც ქადაგებლები. და იონე ღვთისმეტყველი თავის ეპისტოლეში დამახარებელი მარტივად ხსნის, ვინ არის ანტიქრისტეო? ვინც არ აღიარებს რომ ქრისტე ხორცელით იყო მოსული ქვეყანაზე. დაჩეს ყველაფერს იტყვის, მაგრამ ქვეყანაზე ღმერთი გარდამოვიდა ქვეყანაზე და ხორცი შეიცნა და გაანკაცდა და ჩვენ შორის იქცეოდა, აი ამის მიღება არ უნდათ. და სწორედ ამას ვქადაგებდა სტეფანე, რომ ხსნელი ჩვენი მხოლოდ უფალი არის და რადგან ჩვენი ხსნა კაცის მიერ შეუძლებელი იყო, მეთაინება გარდამოსაძინა ქვეყანაზე და კაცს შორის იქცეოდა უხთ ადამიანი, რომ კაცობრივი ბუნებით ცოდვის გარდა მან ყველაფერი იტვირთ ამ ქვეყანაზე. შობაც, ხრმობაც, სიჭაბუკეც და ზარსული კაცის სასაკით ყველაფერი გაი. ამიტომ ვერ იტყვი რომ მან არ იცოდა ცხოვრება, რომ არის ანის, მაგრამ უცოდველი ბუნებით, რომელიც თავიდან ადამიანს ხონდა, მაგრამ ადამი დაცემით დაკარგა ეს და ჩვენ ადამიანის მოდგმა ამ ცოდვის მატარებელნი ვართ უკვე დაცემული ბუნების გამო. თორე ჩვენი ხსნა უფალმა მოიტანა, რომ აჩვენა როგორია ჭეშმარიტი ცხოვრება. თუ შენ არა გაქვს შენთვის აი ნათელი მაგალითი, ვის უნდა მიბაძო? გარშემო თუ ცოდას ხედავ, მაშინ მისაბაძი არავინ არ არის, მაშინ თვითნებობაც იჩეს თავს, ამპარტავნება, ის როგორ ესმის, როგორ უნდა, როგორ სიამს და ყველა სან გამდიდება უნდა, ძალაუფლება უნდა, რაღაცა უნდა. არა სასუფეველი. თუმცა კი ამო სასუფეველი უნდა, მაგრამ თავი ღირებულება სულ სხვა არის.
რაცა საუნჯე თქვენი უფალია მუსიკად გული თქვენიო და თუ მართლა სასופელი გინდა მაშინ გეუბნება ეზიერ პირად სასופელი ღვთისა სიმართლესა მისა და ეს დანარჩენი შეგეძინოსო დანარჩენი კი არ უნდა იყოს მიზანი არც სასופელი და თუ ჭეშმედეძებ მაშინ რაც გჭირდება ქვეყანაზე მოგეცემა და აი სწორედ იდაპირ მოწამე სტეფანი ამას უკადაგებდა მათ ქრისტეს სიტყვაზე რომ გადავიდა გამწარდნე რატო რომ სული ამპარტავნებისა სული განკითხვისა სული გამდიდრებისა ვეცხის მოყარებისა დიდების მოყარებისა ეს სული ტრიალდა მათში და ჯული დაივიწყეს ჭეშმარიტია ჯული დაივიწყეს ანუ უფალმა ამხილა ის უთხრა რომ მეათედის მიცემა იცით ცერცოსი პიტნასი თავის ჯულის დაგივიწყებიათო საზროება სიყვარული მოწყალება და ჭეშმარიტება თავი დაგივიწყებიათო ეს დანარჩენი გარეგნული წესები ამით ხსნა არ ხდება წესებს ყველა შორს თავისებურად სწორედ ამას ეს შეახსენა სტეფანე პირველ მოწამემ და ვერ აიტანეს და გამოჩნდა რა სული იყო მათში უსიყვარულისა სიძულვილისა და ის სავლე რომელმაც მათი სამოსლისა იცავდა რომ არავის მოეპარა წარმოიდგინე ხა ფარისევლი და წიგნობრები არიან და მოიპაროს მათ სამოსლას მაგრამ მაინც შეიძლება მოიპაროს და ის იცავდა და შორიდან აკეზებდა კი ეს სავლე რომელიც უფალმა შეიწყალა და მე თავის დიდებულ მოციქულად აქცია ქადაგებდა და ქრისტიანს უყვირდა რომ ეს არ იყო ჩვენი გვდევნიდაო ეხლა სიტყვას ქადაგებს სახელმწიფო და ფარისევლები და წიგნობრები გასეუბნები და უფალ პავლე მოციქული ამბობს რომ ებრაელთან ებრაელი ვარო ტომიდან ბენიამინისა გარზის გამელის ფერხთითო ეს ცოდნე ვარ მაგრამ წმენით ქრისტიანია ანუ გენეტიკურად ეთნიკურად ვინ არის რომელი ტომიდან არის რომელი ერიდან არის ვიზან ისწავლა ყველაფერი წარმოვიდა თვითონ მე ნათესავად ხარ მეგობარი ვარ თქვენი მომისმინეთო მაგრამ არც ის არ ისმინეს რადგან ქრისტეს არ უსმენენ ამიტომ უფალებს რომ თუ ჩემი არ ისმენს თქვენს არ მოისმენდა თუ ჩემი ისმენს თქვენსაც მოისმენენ ასე ხდება გამორჩევა ჭეშმარიტის მაძიებელისა ქვეყანაზე ვინც ქრისტესაც ისმენს და ვინც ჭეშმარიტ ქრისტეს ქადაგებს იმას ისმენს ის არის გამორჩეული ღვთისადიდებლად და ვინც თავისას იგონებს ის თვით მარქვია და ისის მიუღებელია ის მოძღვრება რასაც ეკლესია ქრისტესი საუკუნეებია ქადაგებს და დაწყებული აი პირველი ქადაგება ჩვენ გვაქვს შემონახული ესეთი სტეფანე პირველ მოწამის როდესაც ის მიმართა ებრაელ ერს ხნით იყავით და გადლიერდით ისწავლეთ წერილი მაგრამ ქრისტეს მიერ ისწავლეთ ღვთისმადლით ისწავლეთ ვიდა მამების განმარტებით ისწავლეთ მოციქულების განმარტებით ისწავლეთ ქრისტეს მიერ ისწავლეთ ამიტომ უფალი როდესაც ემაუსის გზაზე ესაუბრებოდა ლუკას და კლეოპას განუმარტავდა ხო მე ვთქვა რომ მოსემ და ტიას არ მიწყობდა თეოტერმა ქრისტეზე დაწერეს ეს ყველაფერი და სხვაგანაც მე თვითონ ჩემზე დაწერეო მოსემ და აბრაამმა იგი ნათქვამიერისა კიდე ხო ტერუშიო ხო და ფსალმუში მეფე დავითის წინასამეტყველს მაცხოვარზე და იმ სიტყვას ამბობს რომ თავთა წინთაშა ჩემზე წერიაო ანუ რასაც მე ქრისტე ამბობს უკვე ქვეყანაზე მოსული აი ეს გვახსოვდეს და
კიცეთ ვიდგეთ სარწმუნოებაში, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ღვთის შეწერ, ღვთის მადლით, წყალობით და მეოხებითა დინსა მოწყულსა, პირველ მოწამისა არქიდიაკონსა სტეფანისა, რომელშა დღესასწაულს აღნიშნჩვენ მის სახელოს ტაძარში და გილოცავ თქვენ და შობის მადლი გახარეთ თქვენ და დალამოგცეთ რწმენისა და ურთიერთსიყვარულისა, მშვიდობის და ერთობისა.